გუნავასთან დაკავშირებით. მე გუშინაც თქვი, რომ უშუალოდ ამ დაკავებასთან დაკავშირებით მონაწილეობა არ მიმიღია. ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარა ეს ოპერაცია, გამოძიებასაც ის საწარმოებს. ამ საქმეზე ზედამხედველობას საწარმოებს მთავარი პროკურატურის შესაბამისი პროკურორი. მე უბრალოდ მაცნობეს ის, რომ იქ ნარკოტიკული დანაშაულისა და იარაღთან დაკავშირებული დანაშაულის ელემენტები იყო და მიმდინარეობს ამაზე გამოძიება. ეს არის რაც ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ. დათა ახალაიას თემა ამ შემთხვევაში გამოკვეთილი არის აი ამ 12 ადამიანის დაკავების რაკურსში. ეს არის კუდის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული უკანონო ოპერაცია, რამოდენიმე ეპიზოდი, რომელიც შეეხება უკანონო ჩაწერას პოლიტიკოსთა, რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელთა საუბრების, ამ მიზნით, ვთქვათ, უკანონო პროგრამის კომპიუტერული ვირუსის შექმნას, შემდგომ ეს უკავშირდება ბესიკ სურმავას, ასე ვთქვათ, გადაბირებას, მისთვის თავისუფლების აღკვეთას. აი ეს ეპიზოდებია, რომელიც არსებული ჩვენებებით გამოკვეთილია და მასში დათა ახალაია მონაწილეობს. ამიტომაც მას წაეყენება ბრალდება ამასთან დაკავშირებით, ალბათ ეს იქნება ორშაბათს. ამ ხრივ საჩქარო არ იყო არაფერი, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ იმყოფება საქართველოში და ჩვეულებრივ დაუსწრებლად მას ბრალი წარედგინება. გამოიყოფა ის კონკრეტული ქმედებები, რომელიც მოწმეთა ჩვენებებში არის მითითებული, დაზუსტდება და როდესაც ბრალი მას წარედგინება, რასაკვირველია გავასაჯაროებთ ამ დოკუმენტსაც და საზოგადოება შეეძლება თავის თვალით ნახოს. უახლოეს დროში იქნება ის, რომ ვინც არიან პასუხისგებაში მიცემული დამატებითი ეპიზოდები სავარაუდოდ გაჩნდება მათთან დაკავშირებით, რადგან ასეთი ეპიზოდების მოცემულობა გვაქვს, უბრალოდ შესწავლა სრულდება და მალე იქნება ეს გაცხადებული, ხოლო რაც შეეხება სხვა პირებს, არაერთხელ მithქვამს, რომ ჩვენს მონაცემთა ბაზაში ფაქტიურად არ არსებობს თანამდებობის პირი, რომლის სახელიც არ ფიგურირებდეს. მათ შორის ადეიშვილსაც ეხება ის კომენტარი, რაც წეღან თქვი.